მოგზაურობა ძველ ბათუმში საუკუნის წინანდელი ბათუმის ცხოვრებას დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთი გამოცემა მოუთხრობს. გაზეთ ბათუმელების ორგანიზებით ქალაქში დღეს ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გაზეთის ჟურნალისტების მიერ ძველ ბათუმზე მომზადებული იმ სტატიების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც რედაქციამ ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა. გაზეთ ბათუმელებთან ერთად წიგნის გამოცემაზე ფოტოხელოვანი შოთა გუჯაბიძე და არქივის თანამშრომლები მუშაობდნენ. მოგზაურობა ძველ ბათუმში წიგნის შეძენამ სურველებს მაღაზია წიგნები ბათუმში და გუდვილში შეუძლიათ. გამოცემა ხელმისაწვდომია გაზეთის ხელმომწერთათვისაც. ცის ქვეშ ორგანიზებული ღონისძიება სიმბოლურად ზღვაში გასეირნებით დასრულდა. წიგნი მოგზაურობა ძველ ბათუმში გახლავთ გაზეთ ბათუმელებში ბოლო 3 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების კრებული, რომლის შედგენაზე მუშაობდი მე, გაზეთ ბათუმელების სხვა თანამშრომლებთან ერთად, ასევე ფოტოკოლექციონერი შოთა გუჯაბიძე, ფრიდონ ქარდავა ბათუმის საარქივო სამმართველოდან და სხვა ავტორებიც. ეს გახლავთ ერთგვარი მოგზაურობა, ერთგვარი საგზური ძველ ქალაქში. მკითხველი გაიგებს, როგორი იყო ბათუმი საუკუნის და უფრო მეტი ხნის წინ, როგორი იყვნენ პირველი ის ბათუმელები, რომლებიც აქ დასახლდნენ თავის დროზე, როგორ შენდებოდა ქუჩები. ამ წიგნში ინახება ის სანუკვარი და ეს ძვირფასი, რომლითაც ბათუმი არის ბათუმი და ბევრი რამ აწლეულების მერე შეიძლება აქედან გაქრეს კიდეც და ეს წიგნი იქნება შეუმნახველი ბათუმური კოლორიტის და სითბოს. ეს წიგნი შედეგია, მაგრამ მანამდე ეს დიდი გატაცება, რითაც აი წლების განმავლობაში ვხედავთ ამ კაცს, რომელიც დაადის აფიქსირებს